1990 წლის 27 მაისს კი საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა. ამხანაგური თამაში ლიტვის ნაკრებთან ფრედ 2-2 დასრულდა. ჩვენ ვსებით დღეს ჩვენ სტადიონზე ლიტვის ფეხბურთელებს იმ ლიტვისა, რომელმაც პირველმა გამოაცხადა დამოუკიდებლობის დეკლარაცია საბჭოთა იმპერიაში. ჩვენ ვიმსწრებთ, რათა მსოფლიოს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ FIFA-მ აღიაროს დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი და ლიტვის დამოუკიდებელი ფეხბურთი. თამაში, რომელიც თავიდან ლიტველი სპორტსმენების უპირატესობით დაიწყო, შემდეგ თანდათან გათანაბრდა. და მეორე ტაიმში სათამაშო უპირატესობა უკვე მასპინძელთა მხარეს გადავიდა. 2-2. ასე დამთავრდა ეს საინტერესო შეხვედრა. ვინც იცის, იქნება არც ისე შორს იყოს დრო, როცა თავისუფალი საქართველოსა და თავისუფალი ლიტვის ნაკრები გუნდები მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში შეხვდებიან ერთმანეთს.